თბილისში კი მწვანე საფარის დასაცავად მონიტორინგი იწყება. მერიის ინიციატივით სპეციალური ჯგუფები ყველა ნარგავს, სკვერს და სარეკრეაციო ზონას აღწერენ და მათ საკუთარ ნომრებს მიანიჭებენ. მონაცემები კი ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოიყრის თავს. მწვანე საფარის გარდა პასპორტიზაცია ინფრასტრუქტურაზეც უნდა გავრცელდეს. თუმცა პროექტის განხორციელებამდე ინიციატივას საკრებულოს მხარდაჭერა სჭირდება. დეპუტატების და მესამე სექტორის პოზიციით მარანა გიგინეიშვილი დაინტერესდა. ეს არის 1987-88 წლებში გაკეთებული თბილისის ბაღების და პარკების აღწერა. აქ აღწერილია თითოეული ხე და მათი მახასიათებლები. 2016 წლისთვის თბილისში არსებულ მწვანე საფარს, ბაღებს, სკვერებს და სარეკრეაციო ადგილებს საკუთარი ნომრები ექნება. საპასპორტო მონაცემებში დედაქალაქის ბაღებსა და სკვერებში არსებული ყველა ხის, მწვანე ნარგავის, ჯიშის და წყლოვანების აღწერილობა, შადრევნები და არსებული ინფრასტრუქტურა. ასევე რეკრეაციული ზონების ზუსტი საზღვრები დადგინდება. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ეს ინიციატივა გარემოს დაცვით ახალ სტრატეგიაში შევიდა. ერთი სრული და ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც საფუძველი იქნება თბილისში მწვანე ნარგავობების, ბაღების და სკვერების მართვისა და მათი ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების და პარკებში და სკვერებში მწვანე საფარის განახლების და შენარჩუნების იმისი რაც გვაქვს. ახალი დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოში უკვე გაგზავნილია. გარემოს დაცვით კომისიაში სტრატეგიას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ საბოლოო დამტკიცებამდე განხილვაში არასამთავრობო სექტორის ჩართვა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება. აუცილებლად უნდა მოხდეს დათვლა იმ ხენარგავებების, რომლებიც არის თბილისის ტერიტორიაზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში და ბაღებში. მოგეხსენებათ 1987 წლის მერე მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოსი არ ყოფილა აღწერილი თბილისის ტერიტორიაზე თუ რამდენი ხენარგავია. გარემოს დამცველები მერიის ინიციატივას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ აღრიცხული ხემცენარეების დაცვა უფრო მარტივი იქნება. ახალი სტრატეგია მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ზუსტად იცოდნენ ნარგავების მდებარეობა და მდგომარეობა. დღემდე ესეთი რამე არ ყოფილა. არც წითელი ხაზები ქონია სკვერებს, არც თუ აქვს გადაცდენილი გადასრულიარი და ეს მუდმივად სადაოეს არის და იგივე ის რომ ამ სკვერების მუდმივად გასხვისება ხდებოდა. ეხლა როდესაც გვექნება ამის მონაცემები, ვეროთ უფრო ადვილია მერე რაღაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. დედაქალაქის ბიუჯეტს პასპორტიზაციის პროცესი 2.400.000 ლარი დაუჯდება. გარემოს დაცვითი სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ ელექტრონული ბაზა შეიქმნება, სადაც მწვანე საფარზე, ბაღებზე, სკვერებსა და სარეკრეაციო ადგილებზე ინფორმაცია განთავსდება.